დილას მნიშვნელოვანი და საყურადღებო თემით ვაგრძელებთ. ზაფხულში ტემპერატურის მატებასთან ერთად ტყეში ხანძრის გაჩენის რისკი მატულობს. რა უნდა გავითვალისწინოთ ტყეში დასვენების დროს? ამას თამარ ბუბაშვილისგან გავიგებ, რომელიც ბორჯომიდან გვერდება. თამარ, დილა მშვიდობის. დილა მშვიდობის, მოგესალმებით ბორჯომიდან, იმ ტერიტორიიდან, რომელმაც წლების განმავლობაში საკუთარ თავზე მძაფრად გამოსცადა თუ რას ნიშნავს ტყის ხანძრები. ბევრს ალბათ გახსოვთ, რომ სხვადასხვა წელს ბორჯომში არაერთი ტყის ხანძარი მომხდარა, მათ შორის 2008 წელს, 2015 წელს, 2017 წელს, ასევე ტყის ხანძრებს ბორჯომში ებრძოდნენ 2019, 2022 და 2024 წელს. ის ტერიტორია, რომელიც წლების განმავლობაში და სხვადასხვა დროს დაიწვა, ბოლომდე ჯერ კიდევ აღმდგარი არ არის, იმიტომ რომ 10 წლეულები სჭირდება ხის გაზრდას და შემდეგ რომ ამ ხემ ისევ ტყის საფარი შექმნას. სწორედ ამ თემაზე ვსაუბრობ ჩვენ ახლა და იმაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენ როგორ მოვიქცევით და როგორ გავუფრთხილდებით ტყის საფარს, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც ზაფხულია, ტემპერატურა მატულობს და რა თქმა უნდა, ბევრს გვინდა რომ წავიდეთ და ტყეში სიგრილეში დავისვენოთ. მოკეთ დეტალებზე უკვე ვისაუბრებთ ჩვენს მასპინძელთან ერთად. ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილი არის ჩვენთან ერთად. ქალბატონ ნათია, მე საუბარი დავიწყე იმით, რომ აი ბორჯომში არაერთი ტყის ხანძარი გვახსოვს და ასობით ჰექტარი არის დამწვარი. რა ეტაპზეა ახლა და აი რა ხდება ამ ტერიტორიაზე, იმიტომ რომ ვიცი რომ აღდგენითი სამუშაო, აღდგენა დაიწყო, თუმცა ამასაც გარკვეული პერიოდი სჭირდება. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს და უპირველესად მადლობა რომ ყოველწლიურად თქვენი მეშვეობით ჩვენ ვცდილობთ რომ მოსახლეობას ხმა მივაწოდოთ და შევახსენოთ ის წესები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ზიანის თავიდან ასაცილებლად, რაც ბორჯომის ხეობაში სამწუხაროდ წლების განმავლობაში როგორც თქვენ ქონდა. დიახ, ძალიან დიდია გარემოზე მიყენებული ზიანი და ეს მხოლოდ ხეების დაკარგვით გამოწვეული ზიანი არ არის. ტყეს მოგეხსენებათ კავშირი აქვს ყველაფერთან, საცოცხლო გარემოა ცხოველებისთვის, ფრინველებისთვის, ნიადაგი, კლიმატმარეგულირებელი და ეს ყველაფერი ბორჯომის ხეობამ საკმაოდ მძიმედ გამოსცადა. თავის თავზე თქვენ ისიც სწორად აღნიშნეთ, რომ ამის აღდგენას ათეულობით წლები სჭირდება და ბოლომდე შეიძლება ასეთი სახითაც კი ვერ აღდგეს, როგორც ჩვენ დავკარგეთ, მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში აქ უზარმაზარი რესურსი დაიხარჯა, როგორც სახელმწიფოს, ისე საზოგადოების მონაწილეობითაც ბევრი გულშემატკივარი ყავდა ბორჯომის ტყის აღდგენას. საბედნიეროდ ჩვენ მოვახერხეთ, რომ ძირითადი კრიტიკული ტერიტორიები მოგვეცა და აქ აღდგენის პროცესი საკმაოდ კარგად მიმდინარეობს. ერთი შეხვედრით რომ შევხედოთ, ყველაფერი დღის მდგომარეობით კარგად არის, თუმცა ტყის აღდგენას აქ ტყის მომავალში 50 წელიწადში ვიხილავთ. ჩვენ ვთქვით, რომ სხვადასხვა წელს არაერთი ხანძარი ახსოვს და ბორჯომში გვახსოვს, თუმცა ზოგადად რომ თქვა წლის განმავლობაში რა რაოდენობის ხანძარი ჩდება ტყეში და ძირითადი მიზეზი რა არის ამისი? დიახ, ბორჯომის ხანძრები, სამცხე-ჯავახეთი ზოგადად ხანძრების თვალსაზრისით საკმაოდ ცხელი რეგიონია, თუმცა არანაკლებ პრობლემურია დანარჩენი საქართველოს, განსაკუთრებით კლიმატის მიმდინარე ცვლილების ფონზე და ჩვენ ვიცით, რომ ეს პრობლემა უფრო და უფრო აქტუალური გახდება წლების განმავლობაში. საზოგადოება მიცის მასშტაბური ხანძრების შესახებ, საბედნიეროდ ასეთი ხანძრები ბოლო 10 წლეულში მხოლოდ 8 შემთხვევა ჰქონდა, როდესაც 100 ჰექტარს გადააჭარბა ნახანძრალმა ტერიტორიამ, ხოლო წელიწადში ჩვენ 70 შემთხვევაზე მეტი გვაქვს ხოლმე. საბედნიეროდ ამ ეტაპზე ვერევით იმდენად, რომ დიდი მასშტაბური ზიანი არ გამოიწვიოს. შეიძლება ეს ციფრები მსოფლიო სტატისტიკაში ძალიან მოკრძალებულად გამოიყურება, თუმცა ეს ყველა თითოეული შემთხვევა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ეს არ გვაძლევს დამშვიდების საშუალებას. ეს სტატისტიკა იმედის მომცემად ჩვენ არ გვეჩვენება იმისთვის, რომ ჩვენ არ გავაგრძელოთ პრევენციული ღონისძიებები და თავიდან ავიცილოთ. აი თქვენი სამსახურის სტატისტიკა ვნახე და თუ სწორად ვამბობ, ანუ ძირითადი ხანძრების მიზეზი არის სწორედ ადამიანის გამოწვეული, როდესაც ჩვენ რაღაცა ნამს ვტოვებთ, თუნდაც საყოფაცხოვრებო ნარჩენებმაც კი გარდა იმისა, რომ გარემო ბიძურდება, ამანაც შეიძლება გამოიწვიოს ხანძარი, ხო? აი რო ვთქვათ, რა არის ძირითადი წესები, თან მით უმეტეს ახლა ალბათ სიცხეები დაიწყო და ყველას გვინდა რომ ბუნებაში სიგრილეში დავისვენოთ. აი რა არის მთავარი ძირითადი წესები, რაც უნდა დავიცვათ? დიახ, სამწუხაროდ ასეა,
არა მხოლოდ საქართველოში, ზოგადადაც და საქართველოში 98%-ზე მეტი ტყის ხანძრებისა არის ადამიანის დაუდევრობით გამოწვეული. ხშირად, როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, გონიათ ხოლმე, რომ ეს არის მხოლოდ კოცონის არასწორად დანთება, ან არასწორ ადგილზე, ან ჩაუქრობლად დატოვება, მაგრამ თქვენ სწორი ბრძანეთ. ნარჩენების დატოვება, თუნდაც სიგარეტის ნამწვის გადაგდება, უდიერად ეს ყველაფერი განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურის პირობებში ხდება ხანძრის წარმოშობის წყარო. სწორედ ამიტომ არის ჩვენი ძალები გადართული ძირითადად პრევენციასა და მზადყოფნაზე, იმისთვის რომ მოსახლეობას შევახსენოთ, მივუთითოთ ის ელემენტარული წესები, რაც უნდა დავიცვათ უსაფრთხოების წესები ბუნებაში დასვენებისას. ძალიან მარტივია ეს ყველაფერი. დღეს ტყის ტერიტორიაზე თქვენ შეგხვდებათ საკოცონე მოწყობილი ტერიტორიები, საინფორმაციო გამაფრთხილებელი ბანერები. თუ ასეთ ტერიტორიას ვერ ვიპოვნით, აუცილებელია რომ მოვამზადოთ ფართობი ცეცხლის დანთებისთვის. მარტივია ესეც, მარტივი ლოგიკაა, რომ უნდა გავწმინდოთ ჩამოყრილი ადვილად აალებადი მასალებისგან 1 მეტრისა და 50 სანტიმეტრის რადიუსში, ქვებითაც თუ შემოვუწყობთ, იმიტომ რომ არ გადავარდეს ნაკვერცხალი, ესეც ძალიან კარგია და რა თქმა უნდა დავრწმუნდეთ, რომ კოცონი არის კარგად ჩამქრალი, მიწის მიყრითაც გადავაკონტროლოთ, სანამ ტერიტორიას დავტოვებთ და რა თქმა უნდა არ უნდა დავტოვოთ ნარჩენები, რომლებიც მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში თვითაალების წყაროც ხდება. აი საინფორმაციო ბანერები ახსენეთ და ასევე ერთი სიახლე არის ის, რომ QR კოდითაც შეგვიძლია რომ დავასკანეროთ და წავიკითხოთ წესები, ხო? აი რა და როგორ უნდა მოვიქცეთ. აგვაქვს თან მაინტერესებს რომ მეც დავასკანერო და თან თქვენს გითხარით რა წესებზეა საუბარი. წელს სიახლე გვაქვს ჩვენ საინფორმაციო ბანერებს დავამატეთ QR კოდი, რომლითაც უფრო მარტივად, უფრო დეტალურად გაეცნობით ერთის მხრივ აკრძალვებს და მეორეს მხრივ იმ ზოგად წესებს, რაც შეიძლება რომ დავიცვათ ჩვენი ბუნებაში დასვენებისას და ძალიან დიდი იმედი გვაქვს მოსახლეობის მხარდაჭერის, ძალიან დიდი იმედი გვაქვს მათი გონივრული მოქცევის იმისთვის, რომ ეს ზაფხული მშვიდი იყოს ჩვენი ტყეებისთვის. აი ძალიან მარტივია, აქაც წერია რაღაც წესები და ასევე როგორც კი დავასკანერე QR წესი რამდენიმე ძირითად წესი ამომიგდო, არ ვიცი ხა კამერაში რამდენად აღიქმება, თუმცა მარტივად გასაგები და წასაკითხია და მოდით ჯარიმებზეც რო ვთქვათ აუცილებლად. დიახ, ჩვენი მიზანი პრევენცია, როგორც უკვე ვახსენე და დასჯა ნამდვილად არ არის თვითმიზანი, თუმცა საკმაოდ მნიშვნელოვანი სანქციებია გაუფრთხილებლობით ცეცხლით მიყენებული ზიანის შემთხვევაში. ერთის მხრივ გახლავთ ადმინისტრაციული ჯარიმა 300-დან 500 ლარამდე, თუმცა ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ემატება გარემოზე მიყენებული ზიანი და შემდეგ უკვე სისხლის სამართლის პასუხისგებლობის საკითხით შეიძლება დადგეს. ძალიან დიდი მადლობა, იმედია რომ ეს სანქციები და ჯარიმების გამოყენება არ იქნება საჭირო. ნათია იორდანიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ და გეტყვით თუ რამდენად მნიშვნელოვანია ტყე, ხო ალბათ ამის შეხსენება არ გვჭირდება და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ ზაფხულში, როდესაც ტემპერატურა მატულობს და რა თქმა უნდა ყველას გვინდა რომ გავიდეთ ბუნებაში, სიგრილეში ვიყოთ, ეს დრო ისე უნდა გავატაროთ რომ და ისე დავისვენოთ რომ თავად ტყე არ დავაზიანოთ. წარმატებულ დღეს გისურვებთ.